წარმატება ქართველ მორაგბეებს, საავტორო უფლებების ასოციაცია შემსრულებლების დაცვაზე იწყებს ზრუნვას. Ამ ეტაპზე კომპოზიტორების საავტორო უფლებების დარღვევა მოქმედი კანონმდებლობით დასჯადია. რესტორნებში, კლუბებში, რადიოსადგურებში ან სავაჭრო დაწესებულებებში ქართველი მომღერლების სიმღერების დატრიალება ნებართვის გარეშე. იკრძალება საამისოდ სიმღერის გაშვების მსურველს ამ სიმღერის პირველი შემსრულებლისთვის ჰონორარის გადახდა მოუწევს. Რამდენად იცნობენ შემსრულებლები იმ წესებს, რომლებიც მათივე სიმღერების და უფლებების დასაცავადაა შემუშავებული, შორნა კოპალეიშვილი გიამბობთ. Ჩამოთვლილი ამწურავი ჩამონათვალი, რაც თითქმის ყველანაირ შესრულებას მოიცავს, უფლება აქვს, რომ ამ შესრულებიდან მიიღოს ჰონორარი. საავტორო უფლებების ასოციაციაში ამჯერად ზრუნვა მომიჯნავე უფლებათა სუბიექტებზე, ანუ შემსრულებლის უფლებათა დაცვაზე იწყება. რეგულაცია ეტაპობრივად განხორციელდება. Ამ შემთხვევაში ეხება რესტორნებს, კაფეებს, ბარებს, სასტუმროებს და ასე შემდეგ, სავაჭრო დაწესებულებებს, ეხება რადიოკომპანიებს, ეხება ტელევიზიებს და ასე შემდეგ. მიეწოდებათ ეს ინფორმაცია მომღერლებს, შემსრულებლებს და ისინი მას შემდეგ, რაც გაწევრიანდებიან ასოციაციაში, უკვე გახდებიან უფლებამოსილნი, რომ მიიღონ ჰონორარი საკუთარი შესრულებიდან, რომელიც ჟღერს სხვადასხვა ადგილებში. მუსიკალური ნაწარმოების შემსრულებელს აქვს უფლება გამოიყენოს შესრულება ნებისმიერი ფორმით ჰონორარის მიღების უფლების ჩათვლით. ეს არის ერთ-ერთი პუნქტი შემსრულებლის უფლებების 47 მუხლიდან. საავტორო უფლებების ასოციაციაში მიიჩნევენ, რომ მომღერლებმა მათთან ერთად ბრძოლა საკუთარი უფლებების დასაცავად პირველ რიგში ამ კანონის საფუძვლიანი ცოდნით უნდა დაიწყონ. Ადრე თუ იყო მხოლოდ და მხოლოდ კომპოზიტორებზე და ამ სიმღერის ავტორებზე, ახლა უკვე როგორც გავიგე არის უკვე მუსიკოსებზე და შემსრულებლებზე ძალიან კარგი წამოწყებაა და ძალიან გაუხარდება, ალბათ მე ძალიან გამიხარდა და გაუხარდება ყველა მომღერალს, ვინც გაიგებს ამას. ძალიან ბევრი ქართველი მომღერალი შემსრულებელი მუსიკოსი იმღერებს გამოვა და აუცილებლად იქნება მათი უფლებები დაცული როგორც ბეთო გომართელი კოლეგების უფლებებზე ზრუნვა საკუთარი რესტორნის გახსნის პირველი დღიდან დაიწყებს და შემსრულებლების უფლებების დარღვევის წინააღმდეგ ბრძოლას პირველი შეუერთდება. ყველა ის აბსოლუტურად დაწესებულება, რომელიც ხმარობს ამა თუ იმ ქართველი შემსრულებლის სიმღერებს, უკრავს და ახმოვანებს მათ შესრულებულ სხვადასხვა სიმღერას თუ პროდუქციას, იმედი მაქვს, რომ ყველაფერი ეს მოვა უკვე რეგულაციაში და ის გადასახადები, რაც იქნება, მიუვა ზუსტად იმ შემსრულებლებს, რომლებიც ამჟამად ეხლა არიან გარეთ, ანუ თამაშგარეთ მდგომარეობაში. ახალი რეგულაციების ამოქმედება საავტორო უფლებების ასოციაცია ორშაბათს შემსრულებლებთან შეხვედრის შემდეგ დაიწყებს.